გამარჯობათ მეგობრებო, არქივწერებო გარვახალ. გამარჯობათ. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით იარაღის მუზეუმში, ეს არის ქარვასლა. რა ნომერია ეს? რისი? სიონის 8. სიონის 8 ნომერში ვიმყოფებით, აქ არის კონტაქტორი მუზეუმი. აქედან მე გადამიღია ბატონ დავით ნასარიძესთან ვართ. მოვედით რომ აი ეს ინვენტარი ფონზე გადავიღოთ. ეს შეგვიძლია ტყეშიც გადაგვიღოთ სადმე, მაგრამ აქ ძალიან მაგარი საინტერესოა ბავშვებისთვის ბატონო დავით ახლა. არბალეტი, შვილდი, შუბი, ყველაფერი. მე როგორც ვიცი, ეს ადგილი ჩაძირულები. ხო. კომუნისტებსაც ხო, მაგრამ ახლა ესეთი მაგარი გარემოა რა. თუ მობრძანდებით აქ, შეგიძლიათ იარაღი ხელში დაიჭიროთ, ხელი მოკიდოთ რა, დამბაჩას, ხმალს და ასე შემდეგ. გვინდა გავაკეთოთ ეგეთი რუბრიკა, რასაც ქვია ბრძოლები განვიხილოთ. ვინცაც გაინტერესებთ, ვისაც არ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ახლა გამორთოთ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვექნება ბრძოლაზე საუბარი, გვექნება ისეთ ფენომენზე საუბარი, ბატონო დავით, შენ ხელა რო ვიყავი, სულ მიკვირდა რა. ნაპოლეონამდე და ნაპოლეონის დროსაც კი ჯარისკაცები რატო იდგნენ ესე რიგში, წკრივად, აი ესე. ხო შეიძლება ეგრევე ესორო. როგორ? შოხლურად განანდა. დადეკი? მხარ იდგნენ აი ესე. მიდიოდნენ, იქიდან თოფებს ესორდნენ. მაინც იყოს რომ ოდნავ აიცილო. ხო, ან დაწეკი, ხო, მეც მაგას ფიქრობდი, ახლა დურაკაი ხოაზე ხარ, აი ხიშტი შენ გამომარტი, ან დადიდავლა, ხიშს მოხსნი. ნუ ჯარისკაცი იდგა, იყო ესე. გაისროდნენ. მაგ ბრძოლაში ეს იყო? მერე ისე ვიტენებოდა, მაგრამ ჯარისკაცი არ აწვებოდა მეჩხერად არ მიდონაფე რა. მე იმ ბრძოლაში ის იყო? ზარბაზანი იყო. და წარმოიდგინე პირდაპირ იმით ისო. პირდაპირ ზარბაზა გესვა. ო, ზარბაზანში იტენებოდა ესეთი რაღაცა. ჭურვი რა. რგოლი. ეხლა წარმოიდგინე ეს მოფრინავს, გეხარ ფეხზე. შენ უკან კიდე ხალხი ეზო მოხდებოდა ერთ კაცს, კიდე ერთი 8 კაცს გლიჯავდა შუაზე. დომინოსა. კიდე რას აკეთებდნენ ზარბაზანში? ტენდიდნენ კარტეჩს. ანუ პატარა ზომის ტყვიებს ალაგებდნენ, რო ისოდა როგორც საფანტი ეგრე მოფრინავდა. და დიდ იმებს იმაშვებოდა, რა ქვია, აზიანებდა რა. ხო და ეხლა სულ ვფიქრობდი რატო აკეთებდნენ ეგ დარწმუნებული ეხლა ვინც მიყურებს 99% ფიქრობთ რომ რატო არ აწვებოდნენ. ან რატო სხვანაირად არ იქცეოდნენ. იმ დროს რო ავტომატი გამოსული ყოფილიყო. ხო დარხეული ექნებოდათ. დარხეული ექნებოდათ. და მანდატიც მივყავთ ავტომატამდე. ეხლა დაიცა ნახე, მოდი მოვყვეთ თვითონ იარაღის განვითარება. მე-17 საუკუნეში მოხდა დენთის რევოლუცია. ანუ დენთი უკვე შემოვიდა, არა, მანამდეც იყო დენთი ცნობილი ჩინეთში, ინდოეთში, რაღაც აქა-იქა იყენებდნენ, მაგრამ ხმლები და ხაჭები და მანამდეც ცივი იარაღით ომობდნენ, აი ესეთი რაღაცეებით, სულები და მაგაზი მერე ცალკე ვილაპარაკოთ, მოდი თოფებზე. უკვე დაიწყეს მასიურად იარაღის წარმოება. და შეეძლოთ უკვე, ხა წარმოიდგინე მე რო გავზარდო ხმალი მომაწოდე ბატონო დავით რომელიმე. აი, ევროპული ხმალი მომეცი. ხო? საერთოდ რო გამოზარდოთ მებრძოლი, ვინც ამითი ომობს, ძალიან ბევრი დრო ჭირდება. თანხები ჭირდება. მერე თვითონ ეს მებრძოლის ნიჭი გინდა. ეგ შესარჩევი. რო ამან, ხო, ნუ ხმალი, ანუ ბრძოლა რო ისწავლოს. სადღაც ერთი 6 წელი მინიმუმ ეს უნდა ავარჯიშო, რომ გამოიყვანო მაგარი ხმლით მოფარიკავე და მებრძოლი კაცი. ქართველები სხვათა შორის, ვინც ხმლებით ომობდა, სანამ ხმლებით ომობდნენ, ამ საქმეს იწყებდნენ ბავშვობიდან. ჯოხებით ხმალაობდნენ, მერე რაღაცი და სულ წუთნა მიდიოდა, სულ განუწყვეტელი წუთნა მიდიოდა საქართველოში, იმიტომ რომ სამხედრო ფეოდალიზმი იყო. სადაც არ იყო სამხედრო ფეოდალიზმი, მაგალითად ევროპაში, კიდაც აზიაში. იბრძოდნენ მარტო თავადაზნაურობა, იარაღის ტარების უფლება გლეხს არ აქვს და ასე შემდეგ. ხო და ეხლა მოვიდა ეს მე-17 საუკუნე მოხდა დენთის რევოლუცია, დაიწყეს კაჟიან თოფების გაკეთება, ეს პისტოლიანი თოფია. ეს კაჟიანი თოფი გვაქვს აი კიდია. მაგრამ ნუ ეს რახან ძველი რუსული სამხედრო თოფი ხელში მიჭირავს უბრალოდ ისე რა, რომ გაჩვენო. მაგას ხიშტი უკეთდება. ხიშტი უკეთდება. ხო და ეხლა ნახე რა ხდება. დაიწყე ბატონო დავით დენთის რევოლუცია, დაიწყეს თოფების დამზადება. შეიძლება დაემზადებიან თქვა 1000 თოფი. მე თოფის გაზდას უნდა რამდენ ხანში უნდა გასწავლო? დენთით არიდება. დენთით ხო? უყურე.
ამის გატენმას რამდენ ხანში გასწავლი, ხო? უნდა ჩაყარო დენთი, მერე ძონძი, მერე ტყვია, ძონძი, ჩატენო და გაისროლო. სწრაფსროლა იყო, ნაკლებ ძალიან ცოტა იყო სწრაფსროლა, ანუ წუთში ისროდნენ 1 ზალპი ან 2 ზალპი. და თავიდან არ იყო ჩახმახიანი თოფები. ერთი კვირა მომდებოდა. არა, ეხლა ნახე რა ხდება, ყოყორე. თავიდან არ იყო ესე, არ ჩახმახიანი ას პისტოლი, არკებუზები იყო, ანუ პატრუქიანი იყო ესე. აქ ნახრეთი ქონდა, პატრუქი ხელში ეჭირა ტიპს. ამ მუშკეტს ჩამოდებდნენ ეგეთ რაღაცაზე, ამას მიადებდნენ და გაისროდა. და ძალიან რთული იყო მაგის გაკეთება. ამიტომ როცა დგებოდნენ რიგში 6 წება ხალხი დგებოდა, მუშკეტერები, მაგას ერქვა ლოკოკინა. პირველი რიგი ისროდა, მერე გამოდიოდა უკან, მერე მეორე რიგი ისროდა. სანამ ისინი ტენდნენ და ასე შემდეგ, ანუ ლოკოკინასავით ტრიალებდნენ. გაიგე ბატონო დავით. ეხლა ნახე ადექი, მუშკეტერები დგებოდნენ, აი ესე, ყურე, აი ხელი. რო აიღო ეს არა, შენ გაასწორე, მხარზე არა ქონდათ მიდებული. აი ამ ხელა მანძილი იყო დაცილებული, ანუ ხელი რო გაეყო, ამას ხელს ვერ მოხვდა. შორს იდგა. აი ესე ამათ შორის იყო ადგილი, იმიტომ რომ გაისროდი. შენ უნდა შესულიყავი და უკან დამდგარიყავი, ანუ ჭიდრო იმას ვერ აკეთებდით. მე ვეღარ შეხვიდოდი რა, წარმოიდგინე ორივენი როგორ მიტრიალდები და ჩვენ წორთნა ქონდა ეგეთი, მე გავისროდი. არა, ნუ ესეთ მანძილზე იდგენს უბრალოდ ჩამოიღე. აი ამ ხელა გასასვლელი იყო. მე აქეთ ტრიალდები, შენ იქიდან გადიხარ. გამიგე? მაგას ასწავლდნენ. და ეხლა მოდი ძალიან სირთულეზე მივიდეთ მაგ თოფების. მოვიდა მე-18 საუკუნე, დაიწყო. და სწრაფსრობა გაიზარდა. სხვანაირი სისტემის თოფები გამოვიდა, კაჟიანი თოფები გამოვიდა, ქაღალდები გამოვიდა, ესეთი რომ შეიძლება თქვა დენთის და ისის ტყვიათში გაყოფილიყო იგივე ქართული ჩოხები ავიღოთ ეს აქ რომ სოხს სიგარის მოსაკეთებელი გონია იქ ტყვიების ჩასალაგებელი იყო და მთელი კომპლექტი იყო იმაში ამოიღები ჩოხიდან დენთის იყო ტყვია და ძონძიც ყველაფერს გატენდი ამას გაისროდი ეგრეთ წოდებული განტვირთი ჟილეტი იყო ჩვენი ქართული ჩოხა მოკლედ შემოვიდა უკვე ეგეთი თოფები ანუ ეგეთი სწრაფსროლი თოფები გახდა უკვე ფალიაზე დაყრიდი იმას რა ქვია მოიწაბა ჩახმახიანი თოფი გავმართვი ეს თოფი გავმართვი აი ეს არის ამას ავიღებ აი ამას ეს უფრო ძველია მაგრამ თუ დაახლოებით მოიცოდეთ ჩახმახიანი თოფი იყო ესეთი რაღაცა მეტი წვრილი კონდა ამას გადმოწე არა ეს ძველი თოფია ეს ნაპოლეონზე ადრინდელი თოფია სანადირო თოფი საბრძოლო ამას გადმოწედი ფალეს ჩაყიდი უფრო მალე ისროდი და სწრაფსროლა იყო იდეალურად ისროდა წუთში 4 გასროლა თუ რიგი ახდენდა უკვე ხო იყო ძალიან მაგარი და წარმოიდგინეთ გამოვიდა ესე თოფები წუთში ვისრი 4 ჯერ და ამას სამიზნერავდა ამიტომ ლოკოკინა უკვე საჭირო აღარ გახდა ანუ იყო ეგეთი სიტუაცია მოდი აქ ერთი კითხვა აბა ამას რა რა სამი არა ძველებურია შეიძლება ქონდა და მე რამდენი წლისა ეთო კაი ხედა ეხლა ნახეთ აღარ არის საჭირო ლოკოკინა გაკეთეს ანუ 6 რიგა თუ იდგა ლოკოკინაში ხალხი ხო მე-17 საუკუნეში მე უკვე შემჭიდროდნენ მე-18 საუკუნეში და რახან სწრაფსროლა გაიზარდა სწრაფსროლა ნიშნავს რომ მალე გატენვა შეიძლებოდა და ესე ისროდნენ არა გეტყვი რატო ისროდნენ ხდებოდა ეგეთი რაღაცა წინა რიგი ჩოქებოდა ისროდა ზალპი უკან რიგი რაც იყო ჭადრაკულად დგებოდა ჭადრაკულად ისროდნენ და მერეედრულად იტენებოდა ეხლა ყველაზე მაგარი მუღამი არის ბატონ დავით ჩახმახიანი თოფი გამომართვი ეს უბრალოდ ეს თოფები იყო უკიდურესად არაზუსტი ანუ არანაირი მიზანი არ გააჩნდა აბსოლუტურად ვერანაირი ერთადერთი რაც ქონდა ამას მუღამი უნდა მიგეშვირა მოწინააღმდეგე ხარეს და გესროლა გინდას ნაპოლეონის დროინდელი უფრო თანამედროვეზე ავიღოთ ხო ეს იგივეა ხო იგივენაირად რა ხო რა გზის ამასა ო ამას სამიზნეა მაგით რა ხდება აზრი გამოწვდინა ანუ მიზანი არ ქონდა ნაპოლეონის დროსაც კი ანუ მიუშვირა და გაისროლა უბრალოდ ეხლა ეგ რაზე იყო დამოკიდებული ჯერ ეგეთი თოფები რო იაფი ყოფილიყო იმიტომ
მე იყო გლულულიანი და მე ტყვიებს ამზადებდნენ თვითონ ჯარისკაცები. ტყვიების ჩამოსასხმელი რაღაცისგან აკეთებდნენ, აი ბატონმა დავითმა შეიძლება მომაწოდოს, მიდი მოიტანე ისა ტყვის გასაკეთებელი. მომიტანე. გახსოვს ერთ კაცთან რო ვიყავით, რო გავაკეთე. ზაზა ნაგერვაძესთან. დიახ. აი ეს წარმოიდგინეთ, არის ესეთი ტყვია და კეთლებოდა აი ამით. ანუ ხელით დაიჭერდი ესე, ამაში ტყვიას ჩაასხავდი და გამოდიოდა ესეთი ტყვია, თვითონ მრგვალი. და დააქონდათ სითხე? რა სითხე? იქვე ადუნობდნენ ბრძოლისი და თვითონ ჯარისკაცები ასხავდნენ აი ესეთ ბურთულებს. იყო შემთხვევები, როცა ბურთულები ჩამოსვლის შანსიც არ იყო, უბრალოდ გრძელი ჭხირი ქონდა ამას ჭრიდნენ როგორღაც და ლულაში ისე ტენიდნენ. ან შეიძლება საერთოდ ტყვიას არ ჩაეტენ, რაღაცა სხვა რაღაცა ჩაეტენ და გაესწორა. ნუ ქვა არა, ნუ ახლა გამწარებული ხარ შეიძლება ქვაც ჩატო. გამიგე ეგეთ სიტუაციაში. ამიტომ ნაპოლეონის დროინდელი თოფი რო ჩაგემაგრებინა რაღაცაში და დაგებიტონებინა და 100 ჯერ გაგესწროლა, 100 ჯერვე მოხდებოდა სხვადასხვა ადგილას. ან მარჯვნივ წაიღე ან მარცხენა რაღაც. ერთადერთი მიზანი მაგათი იყო ის, რომ უნდა წინ მიდიოდი და პირდაპირ ისროდი. წერს მიუშვერი და გაისროდი. მეტი არაფერი ამას არ აქვს დანიშნულება. შეიძლება აი 10 კიდევაც. არა, უყურე თქვენ რო ხართ 20.000-ზე, წინაც 20.000 ხართ. ხო, იქით რომ მიუშვერთ 20.000, ხო, ერთდროულად გაისროთ. იმ 20.000 და შეიძლება 300 რაღაცას მოხდეს. გამიგე? დამიზნება არ იყო საჭირო, უბრალოდ ესე მოიმარჯვებდი რულას იქით და პირდაპირ ესე რო ესროდეთ. ო, ეხლა მაგას რანაირი მუღამი ქონდა კიდევ. მაგის მართვა, მაგჯარისა რა იყო რთული. შენ როცა რიგში იდექი, ისროდი მარტო წინ, გვერდზე ვერ ისროდი, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. თუ ყოლა იქით ისრო, შენ ნახეთ ვერ ისრო, იმიტომ მაინც ვერაფერს ვერ მოარტყა. ანუ მოვდივარ, თოფი მიჭირავს ხელში და მტერი იქიდან დავინახეთ. ოფიცერი ბრძანებას იძლევა, მთელი ფორმაცია, მწკრივის ფორმაცია ქვია, გეوار მწკრივში. მთელი მწკრივი ტრიალდებით. ანუ სულ ყველანი 500 თუ გეوارთ, 500-ვე მოვტრიალდებით იქით, სადაც მტერია და იქით ვისვრით. ანუ აი ესე ვისროლე არ მოდიოდა. უნდა გესროლა მარტო წინ. ინგლისელებსაც ჰქონდათ მაგნაირი ფორმაციის მართვის მუღამი და ძალიან მაგრა ყავდა ჯარი გაწვილი და აი სულ ბოლოს მაგნაირი ფორმაციით ბრძოლას ინგლისელები შეეძლო. 500-ნი იყვნენ და ერთი 50 აგრო გაწეულიყო, უნდა გესროლა წინ მაინც. უყურე, გვერდზე თუ ხედავდი მოწინააღმდეგეს, ჯარი შემოვიდა. მთელი წყობრი უნდა მოტრიალებული ყავით ფრონტით ტრისკენ, გამიგე, მოწინააღმდეგისკენ. ეს ინდივიდუალურად სროლა არ იყო. ეხლა მოდი ვილაპარაკოთ ისე სანადირო თოფები ხო იყო, ბაშიაჩუკი ყოველას ნანახი გაქვთ. ჯერ მიმინო ცალი ფეხიდან მოხსნა და მე მეორე ფეხიდან მოხსნა. ხო. ეგ ტყუილი არ არის, იყო ეგეთი თოფებიც. ნაპოლეონამდეც იყო, ნაპოლეონის დროსაც იყო შტუცერები. ეგენი ანხრახნულიანები იყო. უმეტესობა მომეცი ეგ თოფი. აი ეს არის უკვე იმანო ისროლა რა ქვია. ბაშიაჩუკმა აი ესეთი თოფი. თოფებზე არის სხვათა შორის ჩვენ გადაცემა გავაკეთეთ, შეგიძლიათ ნახოთ და ეხლა ნახე რა ხდებოდა. იმას ჰქონდა შიგინა ხრახნი. და იყო ზუსტი. ძვირი იყო, იმიტომ რომ კეთდებოდა ისე არა როგორც ჯარისთვის, ინდივიდუალურად კაცზე კეთდებოდა და ყველა დეტალი იყო ძალიან მაგრა მორგებული და 200 მეტრზე შეგეძლო მოგეკლა ბეღურა. ისეთი ზუსტები იყო, მაგრამ მაგას ჰქონდა ერთი მინუსი, რომ ტყვიას რო ჩადებდი, შიგრო ის იყო ხრახნი. ტყვია არ ჩადიოდა. ანუ ჩადებდი ამაში ხელი ტყვიას, მერე უნდა ზუმბი აგეღო, დაგედო ზემოდან, პატარა ხიჩაკუჩით ეს ყველაფერი უნდა ჩაგეტენა, რომ ტყვია ამ ხრახში ჩასულიყო ბოლომდე, მერე უნდა გაგესწროლა, ანუ მე თუ ესეთი არაზუსტი თოფით 4 გასულას ვახდენდი, ვისაც შტუცერი ქონდა, ის ერთ გასულას ახდენდა. ამიტომ ამ შტუცერები შეერაღებული იყო სუბუქი კავალერია, აი ჰუსარები მაგალითად, ცხენიანი ჟანდარმები და რამე, ანუ სწრაფად მოვიდა ფლანგიდან, ისროლა და გამოვიდნენ. დამბაჩები ზუსტად იგივე სიტუაცია იყო, დამბაჩა იყო სადაც 5 მეტრი, 4 მეტრისგან ვიღაცისთვის გესროლა, შორს დავინახე და ვესროლე, ამით არანაირი შანსი არ იყო რამისთვის მოხვედროდა.
მერე კი გამოვიდა დუელის დამბაჩები. ან დუელის დამბაჩებიც ეგრე იყო დამზადებული. ძალიან ძვირები ყიდა დუელის სადუელი დამბაჩები. დუელი იცი რა არის? ორი. ორი. აი შენ მე შეურაცხყოფა მომაყენე და მითხარი, რატო აქვს მაგხელა ცხვირი, ხო? ეგეთე ჯენტლმენი ვარ და როგორ თუ ცხვირი დიდი მაქვს. გლეხურად და დაბიურად ხელს ხო ვერ შემოგვარტყავ, გამოგიწევდი დუელში ხმლი. ერთზე იყო აქვე დამბაჩი. ხო, სანამ დამბაჩეს მოიგონდნენ, ხმალი შპაგა უღონდ. ვისაც გამოიწევდნენ, იარაღის არჩევის უფლება იმას ჰქონდა. აი შენ თუ მე გამომიწევდი დუელში, იარაღი მე უნდა ამერჩია. მერე უკვე დამბაჩები რო შემოვიდა, დამბაჩის ესა დუელის დამბაჩებიც გამოჩნდა. ეს არ მოკლეს და დუელში რა ქვია? ვინა? პუშკინი მოკლეს, ხო, ფრანგმა მოკლეს ხოთაშორის. უნდა მედალი პუშკის მიცესოდა ეს. პუშკინი ძალიან ბევრი ხალხი დაიხოცა იმითი, რა ქვია, დუელებში. ნუ სადუელი დამბაჩები კიდე ცალკე იყო იმ შტუცერისა არ იყოს. მოდი ისე თოფებზე ვილაპარაკო და რატო არ წვებოდნენ. ეხლა წარმოიდგინეთ ეგეთი სიტუაცია. არსებობდნენ ძიმედ შეიარაღებული კავალერია, რომელიც კერასირები იყვნენ, კერასები იცოთ, ანუ კერასარი ეგეთი ჯავშანი, აი როგორც აი ესეთი რაღაცა, ჯავშანი ქონდა, ესე ხურა, რა ქვია, პალაშები იყო, ეგეთი ხმლები, ქვემოდან ვიწრო იყო, თავში განივრდებოდა. იმებსო ყავდათ, რა ქვია, გაწუნი ყავდათ, რომ პირდაპირ ჯარზე მიეშვა. რა წარმოიდგინეთ ეგეთი სიტუაცია, ხართ თოფებით. და იქიდან სრულად დაგიწყეს. თუ დაწვევი, ეგ ნიშნავს, რომ წყრივი აირია. წყრივი აირია თუ არა, მოწინააღმდეგე ხო ხედავს, წამოვიდოდა პირდაპირ კავალერია და ამ დაწოლილებს ზედ გადაგთელავდა ან გადაგივიდნენ. გინდაც ვერ მოეწოდა, შენ წამოდგომა მოგესრო. ისევ რიგში უნდა დამდგარიყავთ, ისე უნდა გასწორებულიყავთ, ოფიცერს დაენახა როგორად გეხართ და ბრძანება გაეცვა რა მიმართულებით და გესროლოთ. ამის დრო არ იყო. იმიტომ რომ კავალერია იყო მზად, რომ ეგეთი რამე მომხდარიყო. ან თუ თქვა ზარბაზანი მოხდა შუაში, კარტეჩი და თქვა 10 კაცი ერთად მოკლა და რაღაცა ადგილი შეიქმნა. ოფიცერი რომ მოეკლათ. ოფიცერი რომ მოეკლათ, იყო სათადარიგო ოფიცერი. თუ იმასაც მოკლავდნენ, მე იყო სერჟანტი. თუ სერჟანტსაც მოკლავდნენ, მაგათ საქმე წასული იყო. გამიგე? და ინდივიდუალურად შეეძლოთ ეს როცა ოფიცერიც არ არის არც სერჟანტი და მე შეგეტყვი ოფიცერი რას ნიშნავს უყურე. როცა ნაპოლეონი ეგვიპტეს თავს დაესხა, ერთი მამლუქი სიძლიერით 6 ფრანგ ჯარისკაც კლავდა. ისეთი მაგრები იყვნენ, მაგრამ 300 ფრანგი ჯარისკაც 6000 მამლუქს უძღვნა თავისი სწრაფროლი და მანევრების გაკეთებით. გამიგე? როცა ესეთი იარაღი შემოვიდა, ინდივიდუალიზმი დაიკარგა. ანუ უნდა ყოფილიყავით გუნდურად გეობთ. გამიგე? ასე რომ თუ დაინახავდნენ, რომ შუაში ადგილი გაჩნდა რაღაცა, კავალერია მორბოდა და პირდაპირ იხურთხავდა. ერთი გარღვევა იყო, შეანგრევდნენ და შედიოდნენ იმაში და მე უკიდან უკვე არეულობა იწყებოდა და ნაპოლეონში რაღაც ძეგლის ცხვირი არ მოტეხა? არაფერი ცხვირი არ მოტეხა. ნაპოლეონამდე მოტეხეს მაგას ცხვირი სპარსელებმა, როგორც ამბობენ. იმაზე იწახი ხო სფინქსი ალბათ. არა, ნაპოლეონი არ იყო ვანდალი, ეს კეთილი დამპყრობელი იყო. მოკლედ, ეხლა რა იყო ამის მუღამი, ჯარი რომ მიდიოდა. აკეთებდნენ ესე. აი, მასალით აკეთებდნენ ესენი პირამიდებს, რითაც აკეთებდნენ. ქვიშაქვა იყო ახლა რავი როგორ გითხე. მოდი რა თოფებზე ვილაპარაკო, კარგი? შენ თუ რამე გაგიჩნდა ეგეთი რა, ნაპოლეონი საუბრად წავიდა, მესერებიც აიყვანა და ეგვიპტოლოგია მაშინ ჩაისახა. ერთხელ თავს დაესხენ მამლუქი და ნაპოლეონის ცნობილი სიტყვებია მეცნიერება ვირები შუაში დააყენეთო. თორე ვირებს. მეცნიერება ვირებიო, მეცნიერები და ვირებიო შუაში დააყენეთო, გარშემო ჯარი დადგეს. ვირები იყო ფასიური, იმიტომ რომ თვითი გადაკონდა, მეცნიერები კიდე ჩაყვანილი ყავდა. არც ერთის მოკვლა არ აწყობდა. და ვირები და მეცნიერები რაღაც ერთ იმაში მოკლედ. ეხლა გეტყვით. წამოვიდა კავალერია და ფეხოსთან ჯარ შეუულია თქვა 4-ჯერ გაისროლა და მეტი ვეღარ. მეტი всё არაფერი აღარ არის. დგებოდნენ ესე თოფები, გრძელი თოფები იყო ესე ხიშტებით და შენივთულები. ცხენის ხო ხედავდა, ცხენი ისეთი რაღაც ხოველი არის ადამიანები დათვალოს. წინ რაღაცა დიდი მასა იყო, თან კიდე ამ იმეებით, რა ქვია. ხიშტებით. და ძალიან ძნელი იყო ეგეთი რაღაცის გარღვევა. თუმცა ნაპოლეონმა გააკეთა ეგეთი რაღაცა 1807 წელს ელაო სოფელია. მათ 5600 მძიმე შეიარაღებული ცხენოსანი მიუშვა რუსეთის იმაზე, რა ქვია, ფეხოსნებზე.
აი ესეთი თოფებით ხიშტებით და რაღაცა და გაარღვია და გაიარეს და დედაუტირეს, მოიგეს. ნაპოლეონი იყო მაგაში ძალიან მაგარი რა, თქო და ხოლმე ყველა. იყო კიდე ეგეთი წყობა კარე, როცა ჯარი დგებოდა 4-ვე მხარეს თოფები ქონდა გამოშვერილი და ესენი ეჭირა. ხიშტები, მაგის გარღვევა იყო ძალიან რთული. თითქმის შეუძლებელი იყო ცხენებით მან შესულიყავი, ამიტომ მაგას артиლერია ბომბავდა. артиლერია იყო ესეთი რაღაცა. ამაში იტენებოდა რთული გადასატანი იყო, დასამიზერებლად რთული იყო, ესეც ეგეთი რაღაცა იყო. მიუშვედი რაღაცა იმაზე რა ქვია. ხო, დაახლოები და ისროდი. თუმცა მე ესენიც გამოსწორე, როგორ? მოხდა. ესეც დიდი თოფივით იყო, უბრალოდ კალიბრი ქონდა დიდი, აი ამხელა კალიბრი ქონდა ესეთი. ფუძილები ჩარია. ესენი იყო მარტო ბურთი და იყო რომ ფეთქდებოდა. აი ეს კიდე ხელყუმბარა ძველებური. ამაში ფითილი ქონდა, ცეცხლს უკიდებდნენ აი ამაში. ხო და გრენადერებს აქონდათ, ამის სწორელები ცალკე იყვნენ და ისროდნენ და ამას აფეთქებდნენ. რა სიმძიმეა სადმაში? მოკლედ ბატონო დავით. აი მე უკვე გამოჩნდა ტყვიამფრქვე. ტყვიამფრქვემა შეცვალა აბსოლუტურად ყველაფერი. ესე ვდგევარ წყობაში, მოვდივარ და რამე. ჩასაფრებული ხარ ერთ ადგილას ვერ სადები გავა. არა, ჯერ გამოჩნდა ტყვიები გამოჩნდა. ანუ წუთში უკვე შეგრო 20 ტყვია გაგესულა. ერთ კაცს. ამიტომ ეგეთი ფორმაციაში დადგომოდა ერთად შეტევა შანსი არ იყო. მე არ იყო რთული იყო რომ დამიზნება გაიზარდა. ანუ თოფის სიზუსტე გაიზარდა. ამიტომაც ეგ ამბავი მოკვდა, მაგრამ სანამ ეგ მოხდებოდა, სანამ ტყვეები გამოვა, მთელი მსოფლიო ომობდა ესეთი ფორმაციით, ანუ წყობაში დგებოდნენ და მეორე მსოფლიოში გამარჯვება იყო, არა, მეორე მსოფლიოზე ჯერ არ ვილაპარაკობ. გამოსულიყო თუ არა? რა? ტყვეები. ვერ გავიგე. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო, ხო, გამოსული ტყვეები? პირველ მსოფლიო ომის დროსაც იყო გამოსული. მაგაზე მე სხვა იმაზე ვილაპარაკოთ, როცა მანდამდე მივიდა. ამიტომ იყო ართმეტიკა, ოფიცერი თვლიდა რომ მიდიოდით შეტევა, ანუ თან ამ სროლის დროს მიდიოდა მთელი წყობრი მიდიოდა რაღაცამდე მოწინააღმდეგე და მე გარდაუვალი იყო ხიშტით უკვე ბრძოლაში ხელჩართული ჩავმა. ანუ ვისაც თოფი ქონდა, იმას ქონდა ხმალიც. წინასა სროლა მიდიოდა, მე ახლო მიდიოდნენ და მე მიდიოდა ხიშტებით ომი და ხანჯლებით, ოფიცრის დამბაჩებიც აქონდათ, ან რაღაც ეგეთი ამბები. გაიგე ბატონო დავით. და მე უკვე გამოჩნდა ტყვიები. ტყვიებმა მოიტანა ტყვიამფრქვე. ტყვიამფრქვევი შეეგნო მე ავტომატური შაშხანა. მოკლედ მაგაზე მე ვილაპარაკოთ. დღეს ამას იქით მეგობრებო, იცით რატო იყო ესე დალაგებული და მიდიოდნენ ერთმანეთს ესწოდნენ. კინო არის მელ გიბსონი თამაშობს, ქვია პატრიოტი. აი ეს ფილმი შეგიძლია ნახოთ, იქ არის ძალიან მაგრა ინგლისელები ამერიკელ აჯანყებულებს ეომებიან და როგორ დგანან ფორმაციაში, როგორ ისვრიან და მე შეტევაზე გადადიან, მე ხმლები და ეს როგორ ერთობა. კიდე ნაპოლეონის ომები შეგიძლია ნახოთ, რა ვიცი. ომიდან მშვიდობაში შეგიძლიათ კინო ნახოთ, უცებრად მაგონდება იმას ვიძახიან, რა მომიწვევ. მაგ დროინდელი ომები შეგიძლიათ ნახოთ და ნახავთ უკვე თვალნათლივ როგორ დგებოდნენ და როგორ იბრძოდნენ. ასე რომ დღეს ამას იქით იცით რომ ისინი შტერები არ იყვნენ, არ და ბავშვი რო ვიყავ, მეგონა შტერები იყვნენ და რატო არ აწვევდნენ და ტყვიას რატო არ ერიდა. აი მაგიტომაც არ ერიდებოდნენ. იქ დაწექი და მოერიდე, ჩათვალე წამოვიდა ცხენოსანი შეტევა და გადაგთელა და ომი წააგეთ. სულ ყველას დაუნდობლად ამოხოცავდნენ ბატონო დავით. ამითი გამოგემშვიდობით, კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. თქვენი აზრი დაწერეთ ესეთი ხასიათის იმაზე ვიდეოებზე. იმიტომ რომ მინდა რომ საგანმანათლებლო იყო და ბავშვებს აყურებინეთ, იმიტომ რომ ბავშვებმა იცოდნენ. სამწუხაროდ ბატონო დავით თამაშებში ხარ გადავარდნილ და არავის არ აკითხულობს. აბა ვისგან მინდა? ჩემ ხელაზე უთხრა უკვე იმას აზრი აღარ აქვს. აი